ჩვენი სტუმარი ახლა მაია კოპალეიშვილია ცვლილების კოალიციიდან ქავტონ მაია მოგესალმებით მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად მართლა უსკრულსა ხადის ფსალმუნებში როგორც არის ყოველდღე უარესი და უარესი და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენ სასამართლოსთან მე არც ვიცი ასეთი დაბალი კლასი რამე პროფესიაში გაგვაშდეს როგორც არიან მოსამართლეები. თქვენც მოსამართლე იყავით, მესმის რომ შეიძლება ამის მოსმენა არ იყოს მარტივი, მაგრამ უნდა გთხოვოთ აი ამ დღევანდელი სასამართლო პროცესებს. აი რაც მე მოვუყევი ახლა რაც მოვისმინეთ მელიას თავს რაც მოხდა ამ ყველაფრის შეფასება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია უნდა გამოვიდეთ იმ ფაქტობრივი ვითარებიდან, რის წინაშე ჩვენ ვართ. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო ხელისუფლება არის უზურპირებული ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ. ანუ ფაქტობრივად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს. ამდენად მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებიან რეჟიმს, იღებენ სწორედ აი ასეთ უსამართლო და რეჟიმის მაამებელ გადაწყვეტილებებს. ის რაც ნიკა მელიასთან მიმართებით მოხდა გუშინ და დღეს მისი გაგრძელება იყო. ანუ ის რომ ნიკა მელია გაიტაცეს, ის რომ თავად ნიკა მელია უყვებოდა ამას მოსამართლეს და ჩამოაყალიბა ყველა ფაქტი, ვითარება, რაც წინ უძღოდა მის აი ამ უსამართლო გატაცებას და ზოგადად გატაცებას და თან მთავარი მომენტი, რაზეც მოსამართლეს უნდა გაემახულებინა ყურადღება, რომ ნიკა მელია გაიტაცა სამართალდამცავმა ორგანოებმა, ანუ გაიტაცა სახელმწიფომ, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო იყოს სწორედ გარანტორი დაცვის ადამიანის უსაფრთხოების, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უფლებების კუთხით არის და ხაზი უნდა გაუსვათ, ეს არის ადამიანის უსაფრთხოება და ეს უსაფრთხოების გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით. და ჩვენ რა დავინახეთ, რომ სახელმწიფოს აი ეს ორგანო, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იცავდეს ჩვენს უსაფრთხოებას, სამართალდამცავი ორგანოები არ იყვნენ სწორედ გატაცების ის ინსტრუმენტი და მექანიზმი ქართული ოცნების პოლიტიკური აი ესეთი რუსული რეჟიმის ხელში და შეასრულეს მათი დაკვეთა და აი ეს პირი ჩვენი ლიდერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი და მთავარი პროდასავლური პარტიის ლიდერი ბატონი ნიკა მელია აი ასე გაიტაცეს და დღეს წარმოადგინეს სასამართლოზე მისი ნების საწინააღმდეგო სხვათა შორის ადამიანი სასამართლოზე ცხადდება, როდესაც თავისი იმ პირობებშია, რომ თავისი ნებით შეუძლია გადაადგილდეს, ის თავისი ნებით ცხადდება სასამართლოს ხომაზე და ჩვენ დავინახეთ, რომ რეჟიმმა ის იძულებით თავისი ნების საწინააღმდეგოდ წარმოადგინა. ეს ბუნებრივია მიანიშნებს იმას, რომ აი ქართული ოცნების სისუსტეს და ქართული ოცნების მიზანს, რომ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში, ეხმარება სასამართლო ხელისუფლების აი ეს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად უზურპირებულნი არიან ქართული ოცნების აი ამ ანტიქართული ძალის რეჟიმის მიერ. სხვა რა უნდა დავარქვა, ხა ქართული მართლმსაჯულება სამართლებრივ შეფასებას რო არ ექვემდებარება, ჩვენ ხო დავინახეთ. ჩვენ არ უნდა ვქონდეს რა მოლოდინი. მორალურ შეფასებას ითხოვს ხოლმე არანაირი მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ რომელიმე მოსამართლეს, რომლებსაც დაეწერება აი ეს პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები, რომელიმე მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ან შეასრულებს იმ სამართლიანობის იდეას, რაც ახასიათებს მართლმსაჯულებას, ხო და უნდა ახასიათებდეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე ვერ იქნება, ყველა ის მოსამართლე, რომელიც მიიღებს რეჟიმის სახელით გადაწყვეტილებას, ეს იქნება რეჟიმის დაკვეთა ბუნებრივია. აი ეს გამოსაცდელი პერიოდით არის ეს კაცი დანიშნული პოზიციაზე და ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ დანიშნონ ხო მომავალში, ანუ ეს გამოსაცდელი პერიოდი მართლა გამოსაცდელი არის, ხო? ოღონდ გამოცდა მიმდინარეობს იმაში, რამდენად ყველაფერზე მოაწერს ხელს. აი ეს არის ჩვენი შიდა სასამართლო მორალი, ხო? აი ამის გარშემო დგას. ამ პირობებში როგორ ფიქრობთ თქვენ რა არის ასეთ სიტუაციაში მოქმედების ყველაზე სწორი გზა? მათ შორის სასამართლო დარბაზში ახლა ნიკა მელიამ წყალი შეასხა. მე გულწრფელად რო გითხრათ, არ ვარ ხოლმე ასეთი რაღაცების მომხრე, მაგრამ აი მე უნდა ვაღიარო, მე გამომხატა მან დღეს აბსოლუტურად რომ აბსურდია მიმართო თქვენო ღირსებაო. აი რა სასამართლობანას თამაში არის, ხო ეს ყველაფერი. თქვენ როგორ უყურებთ ამ ნაწილს? იცით მოსამართლის მიმართ რო პატივისცემა გაგიჩნდეს, მოსამართლე ამის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, ხო? და როდესაც შენ აი
როდესაც ჩვენ საუბრობთ სამართლიან მართლმსაჯულებაზე, აქედან თუ გამოვალთ და ან თუნდაც ვიცით როგორი მართლმსაჯულების წინაშე ვდგევართ, რომ კლანურია მართლმსაჯულება, რომ ქართულ ოცნებას ემსახურება, მაგრამ მოსამართლის მანტია რო გაცვია და ჩვენი ხალხის გადასახადებით რო იღებ ხელფასს და პასუხისმგებლობა გაქვს იმ ფიცის წინაშე, ქვეყნის წინაშე, ამ ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების წინაშე და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტორი უნდა იყო, შენ რო სასამართლოს და მოსამართლე ხარ და ამ დროს შენს წინ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდასავლური პოლიტიკური ძალის ლიდერი და გეუბნება რომ გამიტაცეს და გიყვება ამ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ დროს შენ რომ მოსამართლე ხარ და ნერვი არ გიტოქტება და ვითომ არ გესმის ესა თითქოს ვერ ხედავ და იცით როგორი აბსურდული კითხვა დაუსვა აი სრულიად რომ მოსამართლე ის კი არა რომ მოსამართლე კვალიფიკაციას უნდა ამჟღავნებდეს კვალიფიკაციასთან რო საერთოდ კავშირში არ არის და შემდეგ პროკურორმაც რომ გაიმეორა ეს იყო სასწაული კითხვა იცით რა იყო რომ აიო თქვენო 9 საათიდან 12 საათამდეო გირეოს გადახდასო აპირებდითო მანამდეო ის მთელი ეს პერიოდიო ამბობდითო რომ არ გადავიხდიო აი ამ კითხვას სვავს მოსამართლე რომელმაც იცის რომ ფორმალური საფუძვლები არსებობდა იმ 3 საათის ფარგლებშიც კი იქნებოდა 5 წუთი რო აკლია მაშინ ვეხდი ეგ მოსამართლემ ამ ფორმით უნდა შეაფასოს რომ გაამართლოს გატაცება თან აი ხო არ დაინტერესებს თან არ ვთქვა ეს კაცი სხვა საქმეებში არ არის დაინტერესებული მასთან მიყვანილი არის ნაცემი ხალხი და მართლა განსაცდელში მიტოვება დანაშაულია ჩვენი სიცხესრამის კოდექსი და მას ეგ აკეთეს მოსამართლეებმა და კიდევ აუცილებლად უნდა გავუსვა აქ მაყურებლისთვის ხაზი რომ გატაცება ერთი მხრივ რომ არის ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ის რომ მოსამართლემ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა ეს არის მოსამართლისთვისაც მისი აი სწორედ ჩვენ რომ ვამბობთ კეთილსინდისიერება უნდა შეფასდესო აუცილებელი კომპონენტი რომ აი ასეთი მოსამართლეები უნდა შეფასდნენ რა თქმა უნდა კეთილსინდისიერების კუთხით მაგრამ მეორე მხრივ როდესაც გატაცებაზეა ადამიანის გატაცებაზეა საუბარი ეს ხო ჩვეულებრივი მოვლენა არ არის ეს ხო წარმოადგენს ზოგადად საფრთხეს რომ ესე ასეთი გატაცების საფრთხის წინაშე ნებისმიერი პირი შეიძლება დადგეს თუნდაც ეს მოსამართლეც ვიღაცას თუ კი არ მოეწონება ხვალ მისი გადაწყვეტილება შესაძლოა გაიტაცონ ეს გატაცება არის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ნორმა, ანუ ჩვენ ვიმყოფებით რუსული რეჟიმის პირობებში, რომელსაც აქ განხორციელებს ქართული ოცნება, აი მისი ინსტრუმენტების აუცილებლად უნდა გითხოთ ახლა ეს საქმეების სისხლის დამარხვის საქმეები და ადმინისტრაციული საქმეები რაც არის, ეს არის ერთი მიმართულება, მზიამაღლობელი საქმე დღეს მიმდინარეობდა ხო კიდე ბათუმში. ამასთან ერთად პარალელურად ამ ყველაფრის მიმდინარეობს მე ამ ტერმინს გამოვიყენებდი საკონსტიტუციო გადატრიალება, რადგან მთლიანად გადაიწერა და უარი ითქვა ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებაზე, განსაკუთრებით მის მეორე თავის სულისკვეთებაზე ადამიანის უფლებების შესახებ, ხო? სამი მიმართულებით უტევენ, სამოქალაქო საზოგადოებას უტევენ, თავის სპეციფიკური კანონმდებლობით, მედიას გვიტევენ, ჩვენზე მორგებული სპეციფიკური კანონმდებლობით და პარტიებს უპირებენ საერთოდ აქცალოს. რა წინააღმდეგობაში მოდის ეს ჩვენი სახელმწიფოს თავარ დოკუმენტთან, კონსტიტუციასთან და რა სულისკვეთება იყო იქ და რას აკეთებს ახლა რეჟიმი? ბუნებრივია რეჟიმი, იმიტომ რეჟიმი, რომ ის გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მოქმედებს სწორედ იმისათვის, რომ მისი ხელისუფლება და მისი რეჟიმი იყოს მუდმივად ხელისუფლებაში და უზურპირებული აქვს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. ანუ ჩვენ ეხლა რეჟიმის შეფასება რო დავიწყოთ კონსტიტუციის ნორმებით, მივალთ სრულიად აბსურდულ მდგომარეობამდე, იმიტომ რომ ყველა ნორმას, რომელიც არის კონსტიტუციაში ჩადებული და სხვათა შორის რომელთაც იწონებდა ირაკლი კობახიძე, ყველა ნორმა დარღვეულია, მათ შორის კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული სახელმწიფო, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, მათ შორის ის, რომ ჩვენ ევროპული განვითარება და ევროინტეგრაციისათვის უნდა გავაგრძელოთ მსვლელობა და გზა. ანუ ის კანონები, რომლებიც მიიღეს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აქვთ მიღებული,
ასევე ის მოქმედებები თუნდაც გუშინ ნიკა მელიას ასეთი გატაცების ფაქტი და დღევანდელი სასამართლოს მოქმედება ნიკა მელიასთან მიმართებით ეს არის ის რომ კონსტიტუცია აღარ მუშაობს კონსტიტუცია ნახეთ როგორ არის კონსტიტუცია რო არ დარჩეს ქაღალდზე დაწერილ რაღაცა დოკუმენტად აუცილებელია რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ის უნდა მოიყვანოს მოქმედებაში და ეს სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური ძალა რომელსაც ახლა დღეს უზურპირებული აქვს ხელისუფლება და არალეგიტიმური ხელისუფლების წინაშე ვართ ისინი კონსტიტუციის მიხედვით კი აღარ მოქმედებენ. ის მათ აქვს თავიანთი დღის წესრიგი, რომ რეჟიმი იყოს მუდმივად ხელისუფლებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რეჟიმი გარდა იმისა, რომ არის რუსული, არის ანტიდასავლური და ანტიქართული რეჟიმი, იმიტომ რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, აი თქვენად ჩამოთვალეთ, ყველა სფეროში რომ ისეთ ნეგატიურ კანონმდებლობას იღებს, რომ სადაც ადამიანის უფლებები, სხვადასხვა სუბიექტების უფლებები დღითიდღე გაუარესდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებას და უნდათ უпростоრად ქართულ ოცნებას რომ ასეთი საზოგადოება იყოს რომ ხმის ამომღები აქ არავინ არ იყოს ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე რომ გამოხატვის თავისუფლება ირღვევა გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე და არაკანონიერ და არალეგიტიმურ ჩარევაზე შეიძლება იმსჯელო როდესაც კონსტიტუციურ წყობილებაში ხარ და იქ შეაფასებ თქვათ პროპორციულობის ტესტით მაგრამ ჩვენ ხო ვხედავთ რომ ქართული ოცნება არ ცნობს არანაირ კონსტიტუციურ დათქმებს არც პროპორციულობის ტესტს ცნობს არც ლეგიტიმურ მიზანს ცნობს რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა გუშინ ნიკა მელიას გატაცება ეს ხო სრულიად უკანონო იყო და არაკონსტიტუციური და სწორედ დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ ხო ანუ ხელისუფლების შესაბამისმა პირებმა რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონკრეტულ გადაცების ფაქტში ასე რომ ჩვენ რეჟიმის შეფასებას როდესაც ვახდენთ ის უნდა შევაფასოთ რეჟიმისთვის ამახასიათებელი კრიტერიუმებით და არაკონსტიტუციიდან გამომდინარე პრინციპებით იმიტომ რომ ისინი გასულნი არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მადლობა ძალიან დიდი მაია კოპალეშვილი ცვლილების კოალიციდან იყო ჩვენი სტუმარი წარმატებების გისურვებთ და გამძლეობას ქავთარ მაია